მედუზას ტივი ეს თეოდორ ჟერიკოს ნამუშევარია, რომელიც მხატვარმა 1808-1819 წლებში შექმნა. სურათს საფუძვლად 1816 წლის 2 ივლისს სენეგალის ნაპირებთან მომხდარი ტრაგიკული ამბავი დაედო. 1816 წელს სენეგალისკენ მიმავალი გემი მეჩეთს წამოეგო. თავდაპირველად გაშღერდა იდეა, რომ მგზავრთა ევაკუაციისთვის ნავებს გამოიყენებდნენ. გემზე არსებული ტვირთის გადასატანად კი ტივს ააგებდნენ. ზემოთქმული საშუალებას მისცემდა ადამიანებთან ერთად ტვირთისა და დიდ ტონაჟიანი გემიც გადაერჩინათ. 20 მეტრის სიგრძისა და 7 მეტრის სიგანის ტივი მალევე ააგეს, თუმცა ამასობაში ამინდი საგრძნობლად გაუარესდა. გაჩენილი ნაპრალიდან გემში წყალი შევარდა. იმის შიშით, რომ მგზავრები პანიკაში სამაშველო გემებით შეეცდებოდნენ თავის გადარჩენას, თოკებს თვითნებურად გადაჭრიდნენ. გემზე არეულობა დაიწყებოდა და სიტუაცია უკონტროლო გახდებოდა. გემის კაპიტანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავდაპირველად ნაპირზე 6 ნავით ოფიცრებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს გადაიყვანდა. გემზე დარჩენილი ადამიანები კი დაიმედა, რომ ხმელეთზე გასვლისთანავე მათ გადასარჩენად ნავებს გამოგზავნიდა. საბოლოოდ კაპიტანმა სამშვიდობოს მხოლოდ ოფიცრები და ხელისუფლების წარმომადგენლები გაიყვანა. ამასობაში კი გემმა ჩაძირვა დაიწყო. ხალხი პანიკა მოიცვა. გემზე დარჩენილმა ადამიანებმა ზღვაში ტვირთის გადასატანად სახელდახელოდ აგებული ტივი ჩაუშვეს. შეშინებულები ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ ტივზე საკუთარი ადგილი მოეპოვებინათ. ტივი, რომელზეც დაახლოებით 150-მდე ადამიანი იმყოფებოდა, სამწუხაროდ მალევე დინებამ გაიტაცა. მას მხოლოდ 13 დღის შემდეგ მიაგნეს. ამ ხნის განმავლობაში კი მათ ტივზე არც საკმარისი საკვები, არც სასმელი ჰქონდათ. 2 კასრში ავსებული სასმელი წყალი და 2 კასრი ღვინო ამდენ ადამიანს ვერ ეყოფოდა. ადგილი ჰქონდა კანიბალიზმის შემთხვევებსაც. საბოლოოდ დაახლოებით 150 ადამიანიდან მხოლოდ 15 გადარჩა. მაყურებლის ყურადღებას იმთავითვე იქცევს კომპოზიციის პირამიდული წყობა. როგორც ხედავთ, ადამიანთა გამოსახულებებით შექმნილი ერთგვარი პირამიდა სენეგალელი მამაკაცის ჟან შარლის გამოსახულებითაა დასრულებული, რომელსაც ხელში აფრიალებული ქსოვილი უჭირავს და იმედით გასცქერის ჰორიზონტზე გამოჩენილ გემს. კიდევ ერთი პირამიდა სასურათე სიბრტყის მარცხენა ქვედა არეში გამოსახული გარდაცვლილი ადამიანის ფიგურითა და აქვე არსებული ტივის კუთხით იწყება და აფრიანი ანძით სრულდება. როგორც ხედავთ, თეოდორ ჟერიკომ ფიგურათა ამგვარი განაწილებით მეტად მეტყველი კომპოზიცია შექმნა. კონკრეტული ტრაგიკული მოვლენის ასახვასთან ერთად ჟერიკომ ამ ნამუშევარში არაერთი მნიშვნელოვანი თემა წამოსწია წინ. ეს ნამუშევარი გვაფიქრებს იმაზე, თუ რაოდენ სავალალო შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს ერთი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი მეორე ადამიანის უპასუხისმგებლობამა და გულგრილობამ. როგორ ვაჩენთ ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოჩენილნი ნამდვილ სახელს. როგორი უმწევრები და უსუსურები ვართ სტიქიის წინაშე. თანაც დააკვირდით, თეოდორ ჟერიკომ ამ მონუმენტურ ტილოზე გამოსახულ ადამიანთა შორის სენეგალელი ჟან შარლის ენერგიული ფიგურა გამოყო. შეიძლება ითქვას, რომ ჟან შარლი ამ ადამიანთა ერთგვარ ხსნელად გვევლინება. თეოდორ ჟერიკომ ეს ნამუშევარი სალონში 1819 წელს გამოფინა. სურათმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მხატვრის გარდაცვალების შემდეგ 1824 წელს მის სხვა ნამუშევრებთან ერთად მედუზას ტივიც აუქციონზე გაიტანეს. ნატიფი ხელოვნების დეპარტამენტის უფროსი ლაროშ პუკო, რომელსაც ნამუშევრის შეძენა ლუვრის იმჟამინდელმა დირექტორმა გრაფმა ოგიუსტ დე ფორბენმა დაავალა, მის შეძენას 4,000-5,000 ფრანკად გეგმავდა. მაშინ, როდესაც ის 6,000 ფრანკად იყო შეფასებული. გაჩნდა იმის საშიშროება, რომ ტილოს კოლექციონერები შეიძენდნენ. ისინი კი თავის მხრივ სურათის 4 ნაწილად გაყოფას აპირებდნენ. საბოლოოდ ის ფრანგმა მხატვარმა შეიძინა. 1825 წელს კი სურათი დე ფორბენმა შეიძინა და მას შემდეგ ჟერიკოს ეს ნამუშევარი ლუვრშია დაცული.